მიზნად ჰქონდა, რომ საბოლოოდ დამშვიდობებოდი ფაქტობრივად. ძალიან უცნაური განცდა იყო. ერთი მხრივ შენი თვალით რო უყურებ ბოლო დღეებს იმ ძეგლს, რომელიც შენმა წინაპრებმა ააგეს, იყო საოცარი სილამაზე, საოცარი, ტრაგიკული სილამაზე. კავკასიძეების ციხის ეკლესიას, წარწერებსა და ფრესკებს ასე გამოემშვიდობა. წყალში ნახევრად ჩაძირულ ტაძარში ცურვის შემდეგ კი თქვა, რომ ვერასდროს წარმოიდგენდა მწუხარება ასე სასწაულად ლამაზი თუ იქნებოდა. ამ ყველაფერს ემატებოდა რაღაცა საოცარი განათება და ფერი წყლის, მე ამ წყლის ანარეკლი, რომ კამარას და შემორჩენილ მოხატულობას რომ სცემდა და თან იცი რომ დრო შეზღუდული გაქვს და აი ამ ყველაფრის შეგრძნებაც ესე მალე უნდა მოასწრო, იმიტომ რომ მალე უნდა დატოვო ეს ტერიტორია. ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული წამები და წუთები იყო ცხოვრებაში. თავისი ცხოვრების გამორჩეული წუთები ისტორიკოსმა კადრებად თურქეთში ქალაქ იუსუფელში აღბეჭდა. ისტორიულ ტაოში, იქ სადაც ქალაქებმა, სოფლებმა და უნიკალურმა ძეგლებმა საუკუნეებს გაუძლო, ათასწლეულების ისტორია წყალში იძირება. დაიტბორა ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლები, მათ შორის ეგრეთ წოდებული კავკასიძეების ციხე და ეკლესია. ეკლესიის კარი უკვე აღარ არსებობს, ტაძარში დღეს მხოლოდ სარკმლიდან თუ შეცურდები. წყალქვეშ მცადე გადაღება აპარატურით და შემდეგ რომ დავათვალიერე, აღმოჩნდა რომ ის მხატვრობა, რომელიც უკვე წყლის ქვეშ მოექცა, ფაქტობრივად განადგურებულია, რაღაც სილუეტებიღა ჩანს, არა და კარგად იყო მეტნაკლებად შემორჩენილი. ასე რომ ესეც იმის დასტურია, რომ წყალი მყისიერად ანადგურებს მოხატულობას. ჩვენ მაჯგუფმა შეძლო მაქსიმალურად გადაგვეღო ეს ტაძარი, როგორც მხატვრობა, ისე წარწერები, ასე რომ ვირტუალურად გვაქვს დარჩენილი მასალა და შემდგომი კვლევებისთვის ეს რა თქმა უნდა გამოდგება. ეს ციხე-სიმაგრე თავისი ეკლესიით, რომელიც ჯერ კუნძულად გადაიქცა და მალე საერთოდ გაქრება, საუკუნეების განმავლობაში მაღალ კლდოვან მასივზე მდებარეობდა. შესაბამისად, ციხეზე ასვლა ალპინისტური აღჭურვილობის გარეშე წარმოუდგენელი იყო. პირველად აქ ფეხი ექვთიმე თაყაიშვილის ექსპედიციის მსვლელობისას ილიას დანევიჩმა დადგა, რომელმაც ციხიდან მნიშვნელოვანი წარწერა ჩამოიტანა. სწორედ ამ წარწერის გაშიფვრის შემდეგ გაირკვა, რომ საყდრის აღმშენებელი და ციხის მფლობელი ტაოს ერისთავი მურვან კავკასიძე ყოფილა. კავკასიძის ის ცნობილი წარწერა, რომელიც თაყაიშვილის დროს იყო, დღეს უკვე დაკარგულია. საბედნიეროდ, აი ეს ნაკაწრი წარწერა არის, რომელიც შემორჩა ჩვენამდე, ჩვენ დავაფიქსირეთ და აქაც იკითხება კავკასიძე. ანუ ნამდვილად გარკვეული პერიოდი ეს ციხე კავკასიძეების მფლობელობაში იყო. ძეგლის ჩაძირვამდე ისტორიკოსებმა ნაკაწრი წარწერების ფოტოგრაფირება საკუთარი ძალებით შეძლეს. ახლა სწორედ ამ წარწერებს შიფრავენ. ჩვენ როგორ მუშაობთ, ვაწეპებთ კედელს პარკებს, გამჭვირვალე პარკებს და ზედვე კალკის პრინციპით განმოგვაქვს ეს წარწერები. თქვენ ხედავთ, აი აქ შემორჩენილი თაბაშირია, აქ ერთ-ერთი პიროვნების კაბა არის ფრესკაზე გამოსახული და აი აქ ყველგან, სადაც ეს სტიკერებს ხედავთ, არის წარწერები. ეს განსაკუთრებით დატვირთული მხარე იყო წარწერებით, აი თქვენ ხედავთ, ერთმანეთზე არის გადაწერილი მრავალი წარწერა. დაახლოებით 30-ზე მეტი ნაკაწრი წარწერა არის და შეიძლება ძალიან საინტერესო ცნობები მოგცეს უშუალოდ ამ კომპლექსის შესახებ, თუ ის ეკუთვნოდა ეს ციხე სხვადასხვა საუკუნეში, ეკლესიაში ვინ მოღვაწეობდა და ასე შემდეგ. ფრესკები და წარწერები სამუდამოდ იღუპება. ამ რეპორტაჟის რესპონდენტები კი ისინი, რომლებმაც ქართული კულტურის გამორჩეული ძეგლის გარდაცვალებას საკუთარი თვალით ნახეს, წყალში ჩაძირული ეკლესიის ისტორიულ, მხატვრულ და არქეოლოგიურ მნიშვნელობას ყველაზე უკეთი აზრებენ. გამოვყოფთ ისტორიულ პირების გამოსახულებებს, რომელიც იქ არის ფრაგმენტულად შემონახული, სამწუხაროდ იდენტიფიცირებები ამ ეტაპზე ვერ ხერხდება, მაგრამ წარუდგებიან ღვთისმშობლის აღსაყდრებულ ღვთისმშობელს, ჩვილად ღვთისმშობლის გამოსახულებას, რაც გვაძლევს იმის ვარაუდის საფუძველს, რომ თვითონ ტაძარი იყო ღვთისმშობლის სახელზე ნაკურთხი. ისტორიული ძეგლები, ქალაქები და სოფლები წყალმა მას შემდეგ დაფარა, რაც თურქეთში ჭოროხის აუზში კაშხლების მშენებლობა დაიწყეს. აშენდა რამდენიმე კაშხალი, ერთ-ერთი გამორჩეულად დიდი ზომის სწორედ იუსუფელთან ახლოს. თავიდანვე ცნობილი იყო, რომ ჰიდროელექტროსადგურები ქალაქებსა და სოფლებს დატბორავდა. 2002-3 წლიდან უკვე დაიწყო პირველი კაშხლების მშენებლობა, ჯამში 13 კაშხალია გათვალისწინებული ჭოროხის აუზში. კონკრეტულად ეს იუსუფელის კაშხალი, რომელმაც მოაქცია წყლის ქვეშ, გარდა ამ ძეგლისა კიდევ 3 ძველი ქართული ეკლესია. ძალიან ბევრი სოფელი აიყარა, დაიცალა
ასევე შესანიშნავი ლამაზი პატარა ქალაქი უსუფელი, რომელიც ფაქტობრივად ცენტრი იყო იქ იმ რეგიონში, ქართული ცენტრი იყო, შეიძლება ასე ითქვას, ქართველების ნავსაყუდელი იყო. დღეს ძველი უსუფელი აღარ არსებობს, ამის მაგივრად არსებობს ახალი უსუფელი, რომელიც მაღლა მთაზეა შეფენილი და სადაც მოსახლეობის ნაწილი ავიდა, ასე ვთქვათ, გადასახლდა. ახლა როცა კაშხლების მშენებლობას ხილული არქიტექტურული ძეგლები უკვე შეეწირა, მთავარი კითხვა, რომელიც ჩნდება არის ის, შეიძლებოდა თუ არა ამ ძეგლების გარკვეული ფორმით მაინც გადარჩენა სახელმწიფოს ჩართულობის შედეგად. თავისუფლად შეიძლებოდა მხატვრობის ფრაგმენტების ჩამოხსნა და ადგილობრივ მუზეუმში გადატანა. შეიძლებოდა არქიტექტურული დეტალების მოხსნა, ვთქვათ, კომპლექსიდან. მარტივად შეიძლებოდა ეკლესიის დაშლა და სადმე მახლობლად ასევე თვალსაჩინო ადგილას მისი ხელახლა აწყობა. ორ ქვეყანას თავისუფლად შეიძლება გამოენახა მექანიზმები, როგორ შეიძლებოდა ამ ისტორიული ძეგლების გადარჩენა, ან როგორც მინიმუმ მათი დეტალური შესწავლა და ფიქსაცია მაინც ჩაძირვამდე. იუსუფელში წყლის დონე ყოველდღიურად უფრო და უფრო იმატებს. მალე წყლით სრულად დაიფარება ეკლესიისა და ციხის დარჩენილი ნაწილიც. თუმცა ვინ იცის, იქნებ ერთ დროს ციცაბო კლდეზე ამაყად აღმართული ციხესიმაგრე ოდესმე თუნდაც წყალმცირეობის დროს ისევ გამოჩნდეს.